ვისაც გაქვთ სურვილი, რეალურად გააკეთოთ სიკეთე დასხედით ტელეეკრანებთან. ასევე ამ გადაცემას იქნებ უყურონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას დაიწყებენ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, გავახსენოთ ეს მოზარდები და ასეთები ბევრნი არიან. დღეს მათ ნაწილს წარმოგიდგენთ, რომლებსაც სწავლის უფლებას ართმევს მხოლოდ და მხოლოდ უსახსრობა. დედამ ორი ძროხა გაყიდა, რომ მარიამ არ ხოშაშვილს ესწავლა. მხოლოდ პირველ კურსზე იყო ეს თანხა და მეორე წელს დადგა პრობლემა ისევ განათლების მიღების საფრთხის ქვეშ დადგა მოკლედ. შემთხვევით გაუმართლა. ფინანსები მოიპოვა, მაგრამ რთულად. მე მინდა ეს გოგო გაგაცნოთ და მოკლედ მარიამი ნანუკაშოვში. აბიტურიენტი როგორც ასეთი არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ ჩაბარებას არ ვაპირებდი, რადგან ვიცოდი რომ არ იყო ოჯახში იმის საშუალება რომ ესწავლა. ამიტომ არ ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა ჩემი კლასელები რომ ემზადებოდნენ, დადიოდნენ მასწავლებლებთან, მეც მქონდა იმის სურვილი, რომ მე მეცადინა და გავსულიყავი გამოცდილებზე და თუნდაც ჩემი თავისთვის მაინც დამემტკიცებინა, რომ შემეძლო სწავლა. გეცადა, იქნებ უფასოზე მოხვედრილიყავი. უფასო ფაკულტეტების შესახებ შემდგომ გავიგე, ანუ დავიწყე მეცადინეობა სახლში, დავრეგისტრირდი გამოცდებზე, ისე რომ არ იცოდნენ ჩემმა ოჯახის წევრებმა. რატომ? არ მინდოდა რომ შემდგომ რაღაცა ის გამომეწვია. ანუ ბევრმა მითხრა რომ არ გინდა არ გახვიდე გამოცდებზე, იმიტომ რომ უფრო გული დაგწყდება რომ ჩავაბარო და მე ვერ ისწავლა. და მშობლებს რატომ უმალავდი ამას თუ ოჯახის წევრებს? ანუ მეუბნებოდნენ რომ ვერ მასწავლიდნენ და მეც არც იმათ ვიტეხავდი გულს და არც მე ვიტეხავდი. ამიტომ ეს ბიძამა ჩუქაფული ტელეფონისთვის და იმ ფულით დავრეგისტრირდი. შემდგომ, რა თქმა უნდა, გამოცდების პერიოდი რომ მოვიდა, ვუთხარი. თანაც ამ დროს გავიგე, რომ უფასო ფაკულტეტები არსებობდა და იქ იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საგანი ისტორია. ძალიან გამიხარდა, უფრო სტიმული მომეცა და მშობლებსაც ვუთხარი. შემდგომ გავედი გამოცდებზე, ჩავაბარე და გავიგე, რომ სახელმწიფო აფინანსებს ბავშვებს გარკვეული კრიტერიუმებით. მეც შევიტანე განაცხადი განათლების სამინისტროში, თუმცა არ დამაფინანსეს რამოდენიმე ქულა დამაკლდა, ანუ ძალიან ცოტა დამაკლდა და არ დამაფინანსეს. და ეს პასუხი მოდიოდა დეკემბერში თუ არ ვცდები, სადღაც და ანუ იქამდე მშობლებსაც ვთხოვე და იმათაც გამიგეს რაღაცნაირად, რომ მე იქნებ დამაფინანსო და მანამდე ვივლი უნივერსიტეტში. თქო და ასეც მოხდა. გაყიდეს ჩემ მშობლებმა, რაც კი შეიძლებოდა, ზოგი ახლობლები დამეხმარნენ და თუ საიდან ვარ არის? ანუ პირუტყვი და რაც არის სახლში შემოსავალი ბოსნეული ასე. ანუ არც დედა მუშაობს, არც მამა. და ჩვენი ძირითადი შემოსავალი, ანუ სოციალური ქონდა და ეს სოფლის შემოსავალი ასე ვთქვათ. და აქ მინდა აღვნიშნო ჩემი უნივერსიტეტის დირექციის, დეკანის, რექტორის, ლექტორების არ ვიცი, ძალიან დიდი თანადგომა, იმიტომ რომ რეალურად ყველა უნივერსიტეტში ასეა, სანამ გამოცდის თანხას არ შეიტან, იქამდე გამოცდაზე ვერ გახვალ. თუმცა უშვებდნენ გამონაკლის, რომ იქნებ დაფინანსება გამოჩენილიყო და შემდგომ გავეშვი გამოცდებზე. ასე მოხდა, მართლაც momიძიეს თვითონ უნივერსიტეტმა დეკანი გამომყვა პირადად 1/13-ით დამაფინანსა საპატრიარქომ, გორის საპატრიარქომ, ანუ 800 ლარით. შემდგომ, ანუ დადგა ისე მომდევნო გამოცდების პერიოდი, ზუსტად 2 თუ 3 დღე იყო დარჩენილი და ვნერვიულობდი, რომ თანხა ისევ არ მქონდა, რომ გადამეხედა და გამოცდაზე გავსულიყავი და სრულიად მოულოდნელად უეცრად სასწავლებრივად დამიკავშირდა ნათია ბუკია, რომელსაც სურდა გორის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის, თინათინ მახათაძის დაფინანსება, ეს მეზოვე გოგონა რომ იყო გორიდან. თუმცა აღმოჩნდა, რომ თინა სხვამ დააფინანსა და ნათიამ სთხოვა, რომ გაეცია რეკომენდაცია ლექტორებისგან თვითონ, თუ იცოდა ისეთი ბავშვს, ვისაც ანუ კარგად სწავლობდა და რეალურად სჭირდებოდა დახმარება და აღმოჩნდი ასეთი მე.
4 წელი ცდილობდა სტუდენტი გამხდარიყო. პირველ წელს ჩაირიცხა და ვერ გადაიხადა, მეორე წელს სასულიერო აკადემიაში სცადა, იმიტომ რომ ეგონა უფასოდ ისწავლიდა, მაგრამ სწორედ იმ წელს, როდესაც მან ჩააბარა, აღმოჩნდა რომ მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ უფასოდ სწავლის შანსი. მესამე წელს ერთწლიან კოლეჯში ჩააბარა, იმიტომ რომ პროფესია ქონოდა. და მეოთხე წელს გაიგო რომ გორის უნივერსიტეტის ორ მაღალქულიან სტუდენტს აფინანსებდნენ და მოხვდა მათ შორის, მაგრამ მოულოდნელად გაიგო რომ მისი დაფინანსება მხოლოდ 1 წელი გაგრძელდებოდა. აი ამას ქვია მაგრად იწვალა, იმიტომ რომ სტუდენტი გამხდარიყო, დღეს რა ხდება მისკენ არ ვიცი, ამიტომ მოდი დავპატიჟოთ. ნინო ტატიშვილი ნანუკა შოუში. ჩავირიცხე თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში. თუმცა ჩემი და სტუდენტი იყო ამ დროს და არ ვცხოვრობდი ისე რომ ორი სტუდენტი შეინახო, არ არის დღევანდელ საქართველოში ამის პირობა, ამიტომ ჩემი სურვილით ვთქვი რომ არ მინდა. აი ესე ჩემ დასაბედნიეროდ გავიგე რომ გორის უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგიის ორ სტუდენტს, რომელსაც ექნებოდა ყველაზე მაღალი ქულა, აფინანსებდა. ვიფიქრე ვცდიბეთ და გავალ კიდევ ეროვნულებზე, გავედი და აღმოჩნდი მეორე. დამაფინანსეს. მაგრამ ის თურმე 1 წელი, იმიტომ რომ მე მქონდა არასწორი ინფორმაცია, მეგონა რომ აფინანსებდნენ 4 წელს. მაგრამ ძალიან დიდი შეღავათებია ჩვენ უნივერსიტეტში გადახდის მხრივ და ეს მეორე წელი უკვე როგორღაც ერთი სტუდენტი ვიყავი და გადამიხადეს. ახლა ჩააბარა ჩემო ძმამ. უკვე კიდე ორი სტუდენტი ოჯახში, კიდე ის პრობლემა რომ ეყოს გადასახადი. კიდევ დგავართ არჩევნის წინაშე, რომ ალბათ უფრო გოგო ვარ, მე თან ესეთი მოტივირებული, როდესღაც იქნება მაინც დავამთავრებ და ბიჭი გააგრძელებს. თუმცა აქ უკვე საბედნიეროდ აღმოჩნდა ქალბატონი ნათია და ქალბატონი ცისანა თავისი სასტიპენდიო ფონდით, რომლისგანაც შევიტყვე, ანუ ფინასგან შევიტყვე მეც რომ მომწერა რომ ჩამოდიან ჩვენს უნივერსიტეტში, მივედი გამესაუბრნენ, შემდეგ შეხვდნენ დეკანებს, დახასიათება ქულები და ვარ ბედნიერი რომ აღმოჩნდი ერთ-ერთი იმათაგანი, ვინც მათ დააფინანსეს და გააბედნიერეს, ასე რომ წელს სწავლობ მათი ყველაზე მაგარი ქველმოქმედება თუ რამე არსებობს, მე ვფიქრობ რომ არის ეს. ეს ყველაფერი კი თინა მახათაძის ისტორიით დაიწყო. ერთ დღესაც პოსტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, რომელიც გვიყვებოდა სტუდენტზე. ის სწავლის ფულს მეზოებით აგროვებდა. ვარ მეზოვე, მე ვარ სტუდენტი, მაგრამ ეს ჩემს ღირსებას არ ყვალა. მე მადლობელი ვარ ის, რაც მაქვს. თუმცა შეიძლება შეცვლაო და ეს შეცვლა ჩემზეა დამოკიდებული. სწორედ ამ სტუდენტი დაინტერესდა ნათია. მოკლედ, ამ სტუდენტმა უკვე შემდეგ ეს ადამიანები მიიყვანა ამ ბავშვებამდე. თინა მახათაძე ნანუკა შოუში. თავი ეს პიესი, ჟურნალისტები, რომელსაც ტელევიზორში ვხედავ და ვამბობ, რომ აი ნეტა სადმე შევხვდე, ისე გავიცნო. და ხდება ის, რომ მოდიან შენთან და გიღებენ დაახლოებით ეს იყო აი ვერ წარმოვიდგენ რა იყო ჩემთვის, ანუ 2014 წლის 7 დეკემბერი ჩემი ასე თქვა ერთი ცხოვრების დასასრული და მეორე ცხოვრების დასაწყისის სასწაული. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვიტა იმ ძალიან კეთილმა ადამიანმა გული, რომელიც მათ დაასწრო და დამაფინანსა. მე და ეს ახლა გამიმართლა. ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც დაასწრო. ყველას დავასწარი, გამიმართლა, თორე იმდენი იყო, რომ ეს პრობლემა შენ მაინც მოგიგვარდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ გამიმართლა. მაგ ეპიზოდი გამოდოთ, ეხა მითხარ, როდესაც დაგიკავშირდნენ გოგოები. დამიკავშირდა ნათია. ნათიას უნდა ჩემი დაფინანსება. და ანუ ისეთი იყო რომ მე არ მინდოდა ჩემი ასე თქვათ ისტორია ბოროტად გამომეყენებინა და ხალხისგან მიმიღო ფული, იმიტომ რომ რეალურად მოხსნილი მქონდა ეგ პრობლემა. მოხსნილი მქონდა ერთი და არის მომენტი რომ ჩემი სიამოვნებისთვის მე სიტყვაზე წავალ სადმე ხო იმ ფულს არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ და ეს მომენტი მე ცუდად გამყვებოდა ჩემს ცხოვრებას, რომ მე ფული ამიღო ის რაც არ მეკუთვნის. და ნათიას უნდა ჩემი დაფინანსება და ვუთხარი რომ ძალიან დიდი მადლობა თქო, მე დამაფინანსეს და ძალიან გული დაწყდა. მაგრამ რამოდენიმე დღეში მიკავშირდება და მეუბნება რომ მაქვს ასეთი იდეა.
რომ მინდა დავაარსო ფონდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს არის რეგიონალური განვითარების სასტიპენდიო ფონდი, რომელიც ორიენტირებული იქნებიან სტუდენტებზე, ვისაც შეუძლია რომ სწავლობს უნივერსიტეტში, არიან სოციალ დაუცველები, არიან ბუფერული ზონიდან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველა კრიტერიუმისა, მაინც დაფინანსების მიღმა არიან და თან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ, ანუ რეალურად ფული უნდა გადაიხადო იმაში, ვინც კარგად სწავლობს, იმიტომ რომ ეს არის კაპიტალი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო. და ეს იყო შემთხვევა, როდესაც მე მივხვდი, რომ მე თუ არ მაქვს ფული, შემიძლია ჩემი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებით სხვას დავეხმარო და პირველ რიგში ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი რამ ჩემთვის, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ ანუ როგორც ადამიანი შემეძლო ვიღაცისთვის გამეკეთებინა სიკეთე. ნამდვილად. მოვიდა დრო რომ ნაცია ბუკია გავიცნათ თავის მეგობარ ცისანა კიღურაძესთან ერთად, რომლებიც ყველაფერს ამას ერთად აკეთებენ. დავიწყოთ დაახლოებით 2015 წლის ზაფხულში, ავირჩიეთ გორის უნივერსიტეტი, რადგანაც ჩვენ თვითონაც დიდი გამოცდილება არ ქონდა და თან ისედაც რესურსი ჯერ არ ქონდა მოძიებული და ამიტომ ერთი უნივერსიტეტის საპილოტეთ ავირჩიეთ, რომ თქვათ რაღაცა ექსპერიმენტივით გავაკეთოთ და ვნახოთ რა გამოგვივა. ავარჩიეთ სტუდენტები, შევარჩიეთ. 6 სტუდენტი ყავთ ხო? ეხა 6 სტუდენტი ყავს, კი, თავიდან 5 ყავდა და მე რაღაცა ერთიც დავამატეთ და რეალურად 6 სტუდენტი, რომელიც სწავლას არ შეწყვეტს უფინანსობის გამო. არ შეწყვეტს უფინანსობის გამო და ვინც თქვათ ჩვენი თავარი დონორები პირველ წელს ვინც ეს 6 სტუდენტი დააფინანსა არიან ჩვენაირი ახალგაზრდები. ანუ მე უბრალოდ Facebook-ზე წერდი, რას ვაკეთებდით, იგივეს აკეთებდა ფისოც და ჩემი მეგობრები, ძალიან ახლო მეგობრებიც არა, აი მესმის რომ იცნობ უბრალოდ. აი უბრალოდ ნაცნობები ლონდონიდანაც თქვათ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აი ისეთი ხალხი რომელთაც ხვდები, რომ თვითონაც ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, თვითონ შრომობენ და თავისი თქვათ ხელფასიდან ამ სტუდენტებს აძლევენ ფულს. ბიზნესი არ ინტეგრირდება? კი, ანუ პირველ წელს ესე მოხდა, რომ თქვათ ორმა კომპანიამ ეპაიდიამ და ასკანელმაც მეფმა დაგვიფინანსეს თითოეული სტუდენტი, ანუ გულისხმობ ეხა და ანუ ამ წელს და ეხა თქვათ ამ ეტაპზე რაც დაგვიდგა წინა რა მიზანიც გვაქვს არის რომ მომავალ წლისთვის შევაგროვოთ რაღაცა ბიუჯეტი და ამიტომ ანუ უკვე უფრო ესე სისტემურად დავიწყეთ კომპანიებთან მიკითხვა და რამდენიმე კომპანიამ ჩვენ დასასიხრულად ეს არის Liberty Bank, Galfi, East Point და PwC Georgia დაგვიფინანსეს, ანუ მომავალ წელს უკვე აფინანსებენ, ანუ ახალ ხელმოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რეალურად ჩვენ მაგათ არაფერს არ დავპირობები ვართ, იმიტომ რომ არც Facebook-ზე ძალიან ბევრი მიმდევარი არ ყავს და ისედაც ანუ რაღაცა ანუ რეკლამას ესე ვერ გავუკეთებთ, მაგრამ ეს იყო ანუ მხოლოდ ხელმოქმედება და ისედაც პირადი ურთიერთობებით, ანუ პირადი ურთიერთობებით მივედით და რაღაც წვეთს ისედაც. მე მინდა სხვები შემოვიყვანოთ კიდევ და გავაგრძელოთ საუბარი, ხო? ბავშვებო, მომწერეთ. გამაგებინეთ, ოღონდ მოგწერეთ იმ ბავშვებმა, რომლებიც ნამდვილად კარგად სწავლობთ. გადავამოწმებთ, ხო იცი? რომლებსაც ნამდვილად გინდათ განათლების მიღება და ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ფული არ გაქვთ. გაგვაგებინეთ და ჩვენ გავაგებინებთ სხვებს, რომ ეს არის ნამდვილი ქველმოქმედება. თქვენს განათლებაში ფული შადება. მე მინდა გაგაცნოთ შემდეგი ჩემი სტუმარი, ნინო უმეკაშვილი, რომელმაც ბაკალავრიატი დაამთავრა, 50%-იანი გრანტი გადაიხადა და 50%-იანი დაფინანსება როგორც მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა მიიღო სახელმწიფოსგან. ახლა როცა მაგისტრატურაში ჩააბარა, აკადემიური აღება უწევს, იმიტომ რომ ოჯახი სწავლისთვის საჭირო 2000 ლარს ვერ აგროვებს. ნინო ნანუკაშოვიჩი. თავაბარი მაგისტრატურაზე, თუმცა წინასწარ ვიცოდი, რომ თანხას ვერ გადავიხდიდი, მაგრამ ცოტათი მაინც მქონდა დაფინანსების იმედი. ანუ სახელმწიფო გრანტის, სამწუხაროდ გრანტი ვერ ავიღე და რატო რის მიხედვით არის ეს? ანუ ქულების მიხედვით, ანუ ალბათ ისეთი იყო მაშინ კონკურსი, რომ ხო, ცოტა რთული არის და ალბათ დიდი კონკურსი იყო და ამიტომ ვერ მოვხვდი. რა არის ოჯახის შემოსავალი? ოჯახის შემოსავალი, არ ვიცით თუ არა, ჩვენ ქირით ცხოვრობს და მე მყავს მოსწავლეები. რეალურად შემეძლო, რომ ჩემი სწავლა დამეფინანსებინა, მაგრამ ხელი შემიშალა ამან, რომ ქირას ვიხდი მე. და კიდევ ერთი რეგიონი ჩვენთვის განსაკუთრებულად პირველი, ეს არის აფხაზეთი, რადგან სალომე დანელი არის დევნილი აფხაზეთიდან.
ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩამებარებინა, შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ვარ მეორე კურსზე, ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე. და ანუ ყველაფერს მაქსიმალურად ვცდილობ გავაკეთო ის, რომ გადავიხადო ჩემი სწავლის ფული. და რას ნიშნავს ვცდილობ შენ? ანუ მუშაობ, აი, რა ვიცი, არ არსებობს ალბათ დაწესებულება, სადაც არ მიმუშავია. შეიძლება იყოს ანუ მარკეტი, ან არ ვიცი, ნუ მოკლედ ყველაფერი და არ არის სტაბილური. მიწევს ერთი ადგილიდან მეორე ადგილში გადასვლა, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მეშლება ხელი სწავლაში და უნივერსიტეტიდან ყველაზე მეტად მეხმარება ჩემი დეკანი, ბატონი თემური, რომელიც აი მხარში მიდგას და ცდილობს მაქსიმალურად შემიწყოს ხელი. და არასდროს არ მიმართავს არავისთვის და არასდროს არ მიმიღე დახმარება, აი რაღაცა ყოველთვის ვაკეთებ, ანუ ჩემთვის, ანუ შენით მუშაობ, შენით შრომობ, ამის თქმა გინდა მივხვდი. რაც შეეხება სწავლას, ახერხებ თუ ვერ ახერხებ? ანუ რთულია, იმიტომ რომ როდესაც მუშაობ, გიწევს სრული განაკვეთით მუშაობ, არ არის ისეთი სამუშაო, სადაც ნახევარ განაკვეთზე იმუშაო. აი, ეს წეღანა მოვდი სტუდენტებს ხო, აი, ძალიან რთულია და არის ისეთი დაწესებულებები, სადაც მიდიხარ, ანუ გიყვანე რამდენიმე დღით, ანუ შეგხედონ როგორ იმუშავებ, რაღაც და მე გეუბნებიან რამდენიმე ხნის შემდეგ, რომ შენ არ მოწონხარ და გიშვებენ, ეს ძალიან ცუდია სტუდენტებისთვის და ჩემს ირგვლივ ანუ ძალიან ბევრი ისეთი მეგობარია, რომელსაც ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომ აი უშვებენ ისე, გამუშავებენ რაღაც პერიოდი და მე არაფერი. ხელფოს არ გიხდიან, რა თქმა უნდა. ჟანა ქარელი მინდა გაგაცნოთ, რომელსაც 625 ლარი აკლდება, რომ პირველი კურსი დახუროს. 5 ქულაკი მაშინ დააკლდა, როცა უფასოზე მოხვედრა სურდა. 200-დან 195 ქულა მიიღო. ყველა საგანში უმაღლესი შეფასება აქვს. პედაგოგობა სურს. იმ შემთხვევაში თუ სწავლის შანსი ექნება, ანუ 650 ლარს იშოვის, შემდეგ უკვე სხდის განათლებაზე იზრუნებს. მოკლედ, გაიცანით ჟანა ქარელიდან ყოშულში. ასევე არ ვაპირებდი აბიტურიენტობას და ჩაბარებას საერთოდ, იმიტომ რომ ვიცოდი რა მდგომარეობაში იყო ჩემი ოჯახი. რა მდგომარეობაში იყო შენი ოჯახი? ჩემი ოჯახს აქვს სოციალურ დაუცველობის სტატუსი მინიჭებული და ვარ ობოლი მამით. არ მყავს მარჩენალი მამა და ვიცოდი რომ ვერ შეძლებდა მარტო დედა გადაეხადა თანხა და მასწავლებლების ნათესაობის მხარდაჭერით, ასევე დედას მხარდაჭერით ჩავაბარე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მასწავლებლებს, რომელიც უფასოდ მომზადებდნენ რამოდენიმე თვე. ვერ ვქები ფაგბადლობას. მათი დამსახურებაა, რომ დღეს მე სტუდენტი ვარ. და მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც უკვე გადახდის რომ მოდიოდა, ძალიან დიდი იმედი მქონდა იმისი, რომ განათლების სამინისტრო დამაფინანსებდა. მქონდა დაწერილი განცხადება, როგორც სოციალურ დაუცველი და ობოლი, თუმცა უარყოფითი პასუხი მოვიდა, არ დამაფინანსეს. და მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მე ველოდებოდი, რომ დამაფინანსებდა, იმედი მქონდა. ანუ მაგიტომ გარისკი ამბობ შენ? მაგიტომ. რა გარისკი კი არა, უბრალოდ მაგიტომ წახვედი ამაზეც როგორც არის ეს. კი, დედამ როგორღაც ვალებით მოაგროვა რაღაცა თანხა იმის იმედით, რომ შემდეგ დამაფინანსებდა განათლების სამინისტრომ, თუმცა არ გადამიხადა განათლების სამინისტრომ. მხოლოდ ერთხელ დამაფინანსა გამგეობამ 500 ლარით, თუმცა ეს არის წელიწადში ერთხელ. ხო, მესმის, მათაც რა გარკვეული ლიმიტი აქვთ, მე როგორც ვიცი. ეხლა ოჯახში მყავს ძმა, რომელიც 13 წლოვანი, დედა უმუშევარია და ავადმყოფია, იმიტომ რომ აქვს გულის უკმარისობა და იმის გამო, რომ ყველაფრის გაკეთება მას უწევს, რაღაცა ფიზიკური დატვირთვა სულ მასე მოდის, არ შეუძლია თვითონ უმუშევარია. გიცდია მუშაობა სადმე? დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვინაიდან რომ დედას არ შეუძლია ძალიან ესე მხარში ვუდგევარ და ვეხმარებ მე დედას ახალ საქმეებში. სამწუხაროდ აღამთიან სოფლებში და სოფლებში ძალიან სერიოზული პრობლემაა მასწავლებელთა კვალიფიკაცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კარგი არის, რა თქმა უნდა, კვლევიდან ჩანს, რომ მშობლისთვის, ანუ მკვების მერე მეორე პრიორიტეტი არის განათლება, რაც ხო, მაგრამ ეს ნეტა ესე იყოს, სულ თუ ეს რაღაცა ხო. ეს არის, მაგრამ სამწუხაროდ, ანუ კვება მაინც პირველ ადგილზე დგას, რა თქმა უნდა. რომელსაც ვერ აგვარებს და შესაძლებელია მეორემდე ვერ მიდის. ანუ რეალურად რა გამოდის, რომ ანუ ვინც თქვათ უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ის თითქმის ყველა აბიტურიენტი ემზადება. კერძოდ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა ტელეეკრანთან ზის ძალიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ვიცი თანხები რამდენად დაიმახსოვრეთ, მაგრამ ვიღაცისთვის ეს ერთი კარგი სადილის თანხაა, ამიტომ მე რატომღაც მგონია, რომ ეს გადაცემა როგორც კი ხა ეთერში გავა და დამთავრდება, თქვენგან ზარს მივიღებ, ზარს იმ გადაწყვეტილებით, რომ თქვენ ამ სამ ბავშვს სწავლას დაუფინანსებთ.